მოცემულია ისეთი არანულოვანი რიცხვებიო, რომ აი ეს b შეფარდებული 100-თანო არისო, ესე იგი c შეფარდებული b სტოლი, ესე იგი b კვადრატი თავის მხრივ უდრის ac-ს. b კვადრატი ნებისმიერი რიცხვი კვადრატში აუცილებლად დადებითი რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგამრავლებული c-ზეც უნდა იყოს აუცილებლად დადებითი რიცხვი. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეს არის მთავარი აქ ამბავი, a თუ მეტია 0-ზე, b თუ მეტია 2-ზე. ნახე, ხა ჩვენ უნდა პირველი მესამე პირველ ფრაგმენტებს შორის ვიყოთ, ხო? თუ მაგალითად დავიწყებდით იმით, რომ c მეტია 2-ზე, მაშინ დავადგენდით, რომ a აუცილებლად მეტია 0-ზე. რატო? იმიტომ რომ ეს a აუცილებლად მეტია 0-ზე გვეუბნება, რომ a აუცილებლად დადებითი რიცხვია, c თუ მეტია 2-ზე, ესე იგი ესეც დადებითი რიცხვია და ორი დადებითი რიცხვი, ოკეი, საქმეს აკეთებს. პირიქით რატო ვერ მუშაობს, ნახე? a მეტია 0-ზე, არ ნიშნავს, რომ c-ც მეტია 2-ზე, ხო? ეს a მეტია 0-ზე მხოლოდ იმას გვეუბნება c-ზე, რომ c-ც მეტია 0-ზე და არა იმას, რომ c არის 2-ზე მეტი. ანუ 2-ზე მეტობას ვერ დავადგენთ ჩვენ. ანუ პირიქით ფრაგმენტები არ გამოგვადგება და თვითონ b-სთან მიმართებით b თუ მეტია 1-ზე, ვერც a-ზე და ვერც c-ზე, რა თქმა უნდა, ვერ მიმსჯელებთ, ხო? იმიტომ რომ b თუ მეტია 1-ზე, ხო, შეიძლება ორივე უარყოფითი ყოფილიყო და ისე მიგვიღო 1-ზე მეტი რიცხვი რა, ანუ აპრიორი ან a ან c დადებითია, ან მით უმეტეს 2-ზე მეტია, არ გამოვა. შესაბამისად, მესამე და პირველი ფრაგმენტი არის აქ სწორი თანმიმდევრობა.